გამარჯობა, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგის შეხვედრა მედიასთან. მინდა გაცნობოთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წარმომადგენლები, რომლებმაც სოციალური ქსელებით გამოთქვეს სურვილი პირადად დაესვა შეკითხვები პრემიერისთვის. ამ სურვილის გათვალისწინებით ჩვენ ვთხოვეთ მიიღოთ მონაწილეობა პრესკონფერენციაში და მე იმედი მაქვს, რომ მათი ასე ვთქვათ, დასწრება კიდევ უფრო საინტერესოს გახდის დღევანდელ შეხვედრას. იმედი მაქვს იმისაც, რომ იქნებით კოლეგიალურები, რადგან მათ პირველად ეძლევათ საშუალება პირადად დაუსვან შეკითხვები ბატონ პრემიერს. სიტყვას გადავცემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ტელემოყოლებას. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ბოლოს განვითარებულ რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომლის შესახებ დაიწყებთ იმით, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში შედგა თბილისში ნატოს საბჭო და ნატოს გენერალური მდივანი ბატონი რასმუსენი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ახალი ხელისუფლება ისეთ არწმუნებს და აჩვენებს ნატოს ქვეყნებს, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ შევისვით ქართული ხალხის გადაწყვეტილებას და საქართველოს განმარტებად გააგრძელებს წარსულს ევროატლანტიკურ სივრცეში. მეორე რასაც შემიძლია ხაზი გავუსვა გახლავთ ჩემი ვიზიტისაში, რომელიც იყო ძალიან წარმატებული. მე დიდი ხანი ვეცდები, რომ რეალიზება გავაკეთოთ იმ დიდ პოტენციალს, რაც გამოიხატება ბოლივიის 26 საუკუნეan განაცხოვრებაში, განაც ისეთ განაცხოვრებაში, რომ ელემენტარული შავი ხაზი არ ახსოვს ისტორიას ჩვენ შორის. მე ჩემი ვიზიტით მე ვფიქრობ, რომ მოვახერხებ ამ ემოციის გადატანა და მოვახერხე რომ ჩვენი ორი სახელმწიფო გააღრმავებს ურთიერთობას და ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ გამოიყენოს და დამატებითი ინფორმაციას როგორც ასაკს შემდგომ მოკლედ მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ის დაპირებები, რაც ჩვენ გავეცით აჩენის პროცესში და მოსვლის შემდგომ წარმატებით სრულდება. ვთქვათ იმ დროში, რატოშიც ჩვენ დავგეგმეთ მოხერხდა სოფლის სამუშაოების ჩატარება. და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებით. ყველაზე საინტერესო რაც ჩემთვის განსაკუთრებით ბოლო ეტაპებზე დიდ ყურადღებას იქცევს, ეს გახლავთ 60 საწარმოს, მინიმალური 60 საწარმოს დაფუძნება, რომელსაც მე არჩევნების პროცესში მოვედი. მოგახსენებთ, რომ 91 კრედიტია გაცემული 7 წლამდე, რომელიც ძირითადად საწარმოების ჩამოყალიბებას ემსახურება და პროცენტები 0-დან 3%-მდე გადასახადი, მაქსიმალური გადასახადი არის 3%-მდე, რამე თუ სუბსიდირებას ამას უკეთებს ისევ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. 24 კრედიტი, რომელიც ისევ საწარმოს, ახალი საწარმოს დაფუძნებაზე იქნება მიმართული განიხილება და ნახილვის პროცესშია. სურვილი იყო და დღესაც არც იყო რა თქმა უნდა, რომ ერთ რეგიონში ერთ საარჩევნო რეგიონში ერთი საწარმო მაინც 60 კილომეტრად დაყოფილია რეგიონებით და 10 თბილისში ერთი საწარმო მაინც დაფუძნდეს. ვერ ვახერხებთ, ზოგიერთ რაიონში არის რამდენიმე რაიონი, სადაც არ არის წინადადება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კონკრეტულად თვითონ ბიზნესმენთან, რომ დავაინტერესოთ, რომ იმ რეგიონშიც როგორ მოხერხდეს ერთი მაინც ახალი საწარმოს დაფუძნება. წლის ბოლომდე მე ვფიქრობ, რომ 60-ის ნაცვლად 100 მეტი საწარმო ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება. ეხლა ოპონენტებს კითხვები აქვს ხშირად, რომ სად არის ეს საწარმო და რატო არ მუშაობს. მეგონია სპეკულაცია უბრალოდ, თუ გავითვალისწინებთ რა ჭირდება საწარმოს შერჩევას, მე იმის დაფინანსებას ჩამოტანას და მის გაშვებას ამაზე უჭირდება, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენ მოვახერხებთ შეგვიძლია არათუ 60 მეტი საწარმო ახალი საწარმოს დაფინანსებას. ამის პირობებს ვით მაქსიმალურად. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობაში მე ხარ დავუსვამდი მელიორაციასთან დაკავშირებით გადაღებულ სამუშაოებს, რომ 680 კილომეტრი მაგისტრალური არხი გაიწმინდა, 3000-ზე
3000 კილომეტრზე მეტი სხვადასხვა დონის გამონაცილებელი. დამატებით წყალუზრუნყოფით 25200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაბლომატა. აღსანიშნავია, რომ პირველად მოხდა სახელმწიფო სახსრებით შიდა სამეურნეო ქსელის წმენდა და დღევანდელი მდგომარეობით 1000-მდე შიდა სამეურნეო არხია გაწმენდილი. ამჟამად საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემის პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამონაცილებელი გაწმენდილია და სარწყავი სეზონის დამთავრების თანახმად არავინ დაგეგმილია მათი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც ბოლო 20-25 წელიწადი არ ჩატარებულა საქართველოში. თქვენ დაგირიგდათ, მე მგონი საერთო ეკონომიკური მიღწევების შესახებ და მე არ გავშილდები, ისე ზოგადად შეგახსენებთ, რომ გაზრდილი პენსიები, გაზრდილი სოციალური დახმარებები, პედაგოგების ხელფასების შემდგომ და თქვენ ამას გაეცნობით დარიგებული გაქვთ ტურიზმზე შეგვიძლია გაჩვენოთ ისეთ რომ 31%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა შემოსული, გავლენით რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა და მე ვფიქრობ რომ წლის ბოლომდე ეშტანდისტარი იქნება საერთო რაოდენობა, რომელიც ზამავს ხოდობის შეადგინა ტურიზმის. ტურისტი წამყვანი როლი იქნება ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენ ამას ძალიან ხმარადობას დავუთმოთ მომავალშიც. აი დაახლოებით კიდევ ერთ შეგახსენებთ რომ წინა კვირაში მომხდარა შეხვედრა ბრიტიშ პეტროლიუმისა და სოკარის წარმომადგენლებთან და როგორც ალბათ კომუნიკაციით მიღებული გადაწყვეტილება შარდინიზის ახალი გაზის მილის შენებლობა, რომელიც 40 მილიარდით დაიხება და ახლა აქედან რატომღაც ჩანაცვლებში 1 მილიარდი მიუთითებს, მე შეხვედრაზე გამოსულებმა ახსენეს, რომ 2 მილიარდი დაახლოებით საქართველოს ტერიტორიაზე იქნება ინვესტირებული, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება მოკლე დროში მშენებლობის პროცესში, მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესო ის გახავთ, რომ დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება იაფიგაზის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ წინა მილსადენიდან. რამდენადაც ამ მილსადენის მოცულობა გაზის არის ძალიან დიდი, დასაწყისში მე როგორც ვიცით 14 მილიარდი კუბომეტრია და 24 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს. აი დაახლოებით რაც მე მოკლე გამოსვლაში მინდა დამახსენებია, დანარჩენ შევეცდები შეკითხვები გასაგებად. დიდი მადლობა. გადავდივართ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, თუმცა მე მინდა მანამდე გაგაცნოთ მშობიარობის სტატისტიკა, რომელიც მოგვაწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, თქვენ იცით, რომ 1 ივლისიდან გაფართოვდა დაზღვევის პროგრამა და 2 დღის განმავლობაში ამ დღეის მონაცემებით უკვე დაფინანსდა 96 ფიზიოლოგიური მშობიარობა და 48 საკეისრო კვეთა. რაც შეეხება კითხვა-პასუხის რეჟიმს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრესკონფერენცია დასრულდება გაგრძელდება 12 საათამდე, იგითობის გამოცხადების შემდეგ მოგზავნით მიკროფონთან და მხოლოდ თითო შეკითხვა დასვით მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ფორმატი არის გაცილებით მოკლე. ტრადიციულად გაცნობებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება საზოგადოებრივი მაუწყებლით, ასევე პირდაპირ ეთერებით გადაიცემა ტელეკომპანიებით მეცხრე არხი მაესტრო რუსთავი იმედი. გაგაცნობთ რიგითობას საზოგადოებრივი მაუწყებელი, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ია ანთაძე, ტელეკომპანია იმედი, ლიბერალი, რუსთავი 2. გთხოვ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ მარიამ ცარელაშვილს მოგზავნეს და დასვაში. ცოტა ხმამა გასაგებია. ჩემი კითხვა ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს. მაგრამ სანამ კითხვას დავსვამ, მინდა გაგახსენოთ თქვენი შეხვედრა პატა ბუჭუაძესთან გასული წლის მაისში. მაშინ თქვენ შეხვედრას დასრულების შემდეგ ვფიქრობ, რომ პატა ბუჭუაძემ გარდაწყდა დარჩენილი იყო აპოლიტიკური. მან მიიღო გარკვეული პოლიტიკური შეთავაზება, რასაც თქვა უარი. ამის შემდეგ უკვე ეს ცნობილი ხდება, რომ კახაბურ კალვამ გახადულია მის თითქმის დაიტანხმეს საპრეზიდენტო კანდიდატად. მას შემდეგ რაც ცნობილია თქვენი სიმპათიები, საზოგადოების სიმპათიები ამ კანდიდატის მიმართ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება მან თქვენივე კანდიდატმა ბოლაშვილს წართვას სხვები არჩევნებს? მადლობა. ყველაფერი შეიძლება, ნებისმიერმა შეიძლება ჩვენს კანდიდატს მიდის წართვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამე უნდა გავაკეთოთ ამაზე. ნებისმიერ ადამიანს გადასაწყვეტია აქვს, რომ მას სრული მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში. თუ გადაწყვეტავს მას ბატონობა და ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი როგორც პოლიტიკოსი და როგორც პიროვნება გაცილებით ისარგებია, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. და საერთოდ ვინც იცავს მარგველაშვილს, კიდევ
გაუსოფლას მას აქვს ყველათვისება გადაჭარბებით ის რაც შეიძლება კარგად ნებისმიერი ქვეყნის წარმართი საქართველოს. შესაბამისად მე არ ვფიქრობ მას ეყოლა ესე უკრეფლექტი რამე თუ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ვერც პაატაგერ მოხდეს მას ესე უკრეფლექტია დაუციოს. თუმცა ეს საზოგადოების ვერცერთია და ყველა პიროვნება თვითონ წვეთს თავის სულებს და ესე შემდეგ. თავდაპირველად პროცესებს მე ვფიქრობ რომ კოალიციამ ძალიან კარგი კანდიდატი დაასახელა და კათოლიკოსები იმის რომ ჩვენ საზოგადოებას ისეთ როგორც პოლიტიკური სტეპიშმენტის საზოგადოება საზოგადოებას მასპინძელ შეაჩერებს. არა გამორიცხულია ეს მე თავში გამოცვალე, როდესაც დავასახელე, თანაც მე კიდევ მეორე ყოველგვარი პიროვნების გარეშე მე დღესაც ავთქვი თავს რომ მე ვთქვათ ჩემი მოწოდება პოლიტიკა მე მოვიდინე რომ ქვეყანას დაჭირდა და იდან გარის არაფერი შეიძლება პოლიტიკურ განცხადებებს და ამ შემთხვევაშიც მე ხას უსვამო რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება. მარგულაშვილი მე ბედნიერი ვარ რომ ესეთ კაცს ვიცნობ და ესეთი კაცი ყავს და ესეთი არჩევანი გვაქვს. და მე ვერც კი წარმოვიდგენია თავს კანდიდატი რომელიც მას კონკურენცია შეიძლება გაუწიოს. არ არსებობს მიზეზი რომ მარგულაშვილზე უარი თქვა. რამე თუ მას აქვს ყველათვისება კიდევ მეორე გადაჭარბებით რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს. ყველათვისება გააშლინა ჩამოთვლის აღარ დაგწევია. წარმოუდგენელი და გამორიცხული.